ეგ არის ვიწყებთ დებიუტი გვაქვს. გამარჯობათ, მოგესალმებით ყველას. ვიწყებთ დღეიდან მე და ილო და მე და ესეთი, მოდი პირდაპირ ვთქვათ, რომ ესეთი კარგი სლოგანი მოვიფიქრეთ, მაგრამ მოგანდობთ, რომ თქვენ სახელწოდება მოგვიფიქროთ თვითონ, მაგრამ სლოგანი მე მგონი კარგია. პრინციპში გვაქვს სახელწოდება, უბრალოდ თქვენ თუ გინდათ გამოვიშვით ვარიანტები, რავი შეიძლება უცე მოგვინდეს და რავი, ავტომატ არა, გადავითქვათ, მაგრამ ძირითადად სლოგანი ხო, აბა სად 2. ხო, აბა სად 1 და სად 2. სად 1, სად 2 და მე მომეწონა სხვათა შორის იმ დღეს ავიტაცეთ რა და აქედან გამომდინარე რომ ჩვენ სანამ ამ ეთერში შემოვიდოდით მანამდე რაღაც რუბრიკები უკვე ჩამოვწერეთ ჩვენთვის გავიარეთ რა მოგეწონება და ამ ყველაფერს ნელ-ნელა ჩვენ დრო და დრო გაგიხსნით ნახავთ და რაზე მიდის საუბარი საერთოდ რა ხო იმიტომ რომ რა არის იცი ახლა ძალიან რაღაცა ჩქარა შემოვედით, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ ხე შენ იყავი ჩემი ბოლო პოდკასტის სტუმარი. ეხლა ვზივართ იგივე სტუდიაში, ისევ მე და შენ. და უბრალოდ რატო ხდება ეს? ეხლა ჩვენ გვინდოდა რომ რაც შეიძლება მალე შემოსულიყავით YouTube-ზე, ეხლა დაწვრილებით გეტყვით ყველაფერს. რაღაც პონჩი დღევანდელი ჩვენი შეხვედრა არ იქნება სრულყოფილად ისეთი, რაც მომავალში იქნება, იმიტომ რომ ის რუბრიკები ახლა რასაც გეტყვით, გვინდა რომ მომავალში. თუ იგივეს რო არ დაემსგავსოს. არა. ზოგადად ეხლა დღეს ხო არ გვაქვს ჩვენ unboxing-ი, აი მაგალითად უთხრათ ადამიანებს, რომ გვექნება ხოლმე unboxing-ი. ეხლა unboxing-ში რა საინტერესო სხვათა შორის რა. შენ გამომიწერ მე, რამეს ისე რომ მე არის. და მე გამოგიწერ შენ ისე რაღაცას, რაც შენ არის. და მე აქ unboxing-ს გავაკეთებთ ხოლმე რა. ეხლა უკვე დაახლოებით ხვდები რაღაცა სიგიჟებს გამომიწერ ხოლმე ზუსტად. არა, მოსულა, ყველაფრის მოსულა და ყველაფრის გადაობა მოსულა, იმიტომ რომ გოგოებმა რო იციან ხოლმე, შენ ყოველთვის ახერხებ ჩემ გაკვირვებას. ხო და უნდა unboxing-ს გამაუცე. აი მე, ხო და ესე იგი ჩვენ მაგისტვის დაგვჭირდება რეზაკი. რეზაკი რა გინდა რომ გავჭრა. ხო. აჩა რეზაკი მე მინდა მე ძევით ხა თაზოს და იმაებს უთხარის რეზაკი მინდა ოწკოხინორის. ოხ. კარგი მინდა რა, ეხა ვერ გავჭრი ისეთო. ხო, მაგრამ საბოლოოდ ხო გვექნება. ანუ აქსესუარები, მე სად მივდივარ, ნახე, აქსესუარებიდან მივდივარ, რომ მე კარგი ბექგრაუნდი ქონდეს, კარგი. გამო ვაფშე სტუდია რო შევცვალოთ და მე მგონი ანტურაჟის და ანსაცმელი. ეგეც იქნება. აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა დღეს. დაშუაშია მაგრამ. ანდა ჩვენ რო გავაძლოთ ხოლმე, ჩვენ საცმულობაზე ზუნავს დათუნა. ფიტი, აი როგორ ფიტია. მარტო დათუნა. ხო და ნახე ანუ თემა რა არის რა მოგლეთ იცით რომ მე დავაკაჭი ერთხელ საქართველოში მონაწილეობდი და ერთხელ საქართველოზე ჩვენ ბევრს ვიბაზრებთ დღეს მაგრამ თემა არა მარტო დღეს უგაგვახსენდება ხო ჩვენი წარსულია და იყო 10 წლის წინ მაგრამ რახან ეხა უბრალოდ ჩვენ ეხა ნაწილობრივ რაღაცებს პოდკასტზე შევეხეთ მაგრამ კარგად მინდა რა ეხა ვინც გვიყურებს იმათ აუხსნათ რა ხდება რეალურად მე და შენ ერთმანეთი არ ყავდა პოდკასტში თქვით ეგ ძალიან დიდი ხანი ამ მიზეზების გამო თუ იმ მიზეზების გამო რა მაგრამ ეხლა იმდენად ჩვენ ეხლა ისეთები გვაქვს გავლილი ეხლა რამდენი ხანი ვიღებდით ერთხელ საქართველოს ძალიან აი გახსოვს რა დღეში ვიყავით ჩვენ მარტო გადაღებებს არ ვიყავით ერთად კარგი ანუ სულ ერთად ვიყავით შენთან სახში სადღაც სახში და ასე შემდეგ ამიტომ ჩვენ არ გქონდა მხოლოდ რაღაცა კოლეგები ერთმანეთის არ ვიყავით ანუ ეხლაც მეგობრები ვართ მაშინაც ძალიან ახლო მეგობრები ვიყავით ხო და რაღაცნაირად ისე მომენატრა ეს ადამიანი და შენც იმედია მეც და არ მევასებოთ სამყარის სიყვარული აი ერთი გამახსენდა რა შენ რო პირველად მოხვედი რა მეც აუხსნა ჯერ კარგად უბრალოდ რას ვაპირებთ და მე უკვე დავწხოთ ისტორიები ხო და ამიტომ აქედან გამომდინარე გადავწყვიტეთ რომ მოდი რა ორი ბებერი ლომი old school ხალხი მოდი შევალთ მიუხედავად იმისა რომ YouTube ძირითადად ახალგაზრდები უყურებენ მე ერთი რამე მევასებე შენში რა რომ ტიპიც ისეთი ხარ რომ ჩემი აზრით რა იმიტომ არა რომ აგზიხარ ჩემს და ერთ-ერთი დასტური ხარ იმისი რომ ასაკი არის მხოლოდ ციფრები და პირიქით შენ შემთხვევაში даже кайპონტია გუშინაც ჩვენ ახლა ვიყავით ბეთლრებში ამასაც მიუბრუნდები მე და ახალგაზრდები აი დედა მომიგდეს კი დაგვიანებით ფაქტურად ვერ ვნახეთ რა ქვია მაგრამ მაგას მე დაუბრუნდები მაგრამ იქ რომ მივედით აი ხო სულ ახალგაზრდები იყვნენ მაგრამ რამდენი მოვიდა შენთან ყველას მაგრა გაუსწორდა კომენტარებში სანამ პოდკასტი იყო მე გითხარი კიდევაც რომ ხალხი გითხავს მეთქი და ეხლაც რომ ჩვენი პოდკასტი დავდეთ აი ნახავთ კომენტარებს ძალიან ევასები ხალხს და მართლა ყველანაირი თაობის ტიპისთვის ისეთი როჟა ხარ რა თუნდაც ერთხელ საქართველოში გინა თუ ისედაც როგორი ტიპი ხარ რეალურად რა და ძალიან მიხარია რომ რაღაცა ისეთ თემებს ჩვენ არასოდეს არ ვეხებოდით დღეს აი ძალიან ეს სკრუპულოზურ თემებს ამიტომაც რა დადებითი მუხტი მინდა მე შემოვიტანო შენც და დადებითი ისეთ თემებზე რომ ხალხი განიტვირთოს გავიხსენოთ ძველი ახალი სამომავლო გეგმები გავაცნოთ და ასე შემდეგ რა და ის შენასაც ამბობ აი ერთხელ საქართველოში იქ იმდენია გასახსენებელი რომ დღევანდელი გადაცემა დღეს გაგაცნობთ არა იქ აი ერთი
მე მგონი სულ გაგვახსენდება კი, პერიოდულად სულ გაგვახსენდება. დღეს დაჟე გვინდოდა აი რა არის დასამალი და ისე ჩაგეჩრები და კიდე ერთ დავადე. ერთხელ ტასო ხوار მოვიყოლოთ სტუმრად მაინც. მე მგონი ძალიან მაგრა გაასწორა. თავარია რომ დაგვთანხდეს. სასაცილოა. თათია. ხო. მაგრამ იგივე ტასო. თუ დაგვთანხდა ძალიან კარგი იქნება. ტასო. დუტაც ჩვენი საერთო მეგობარია და იმედია ისიც მოვა, რა, ნოდარა და აი ხალხი რა რეჟისორის ვიღაცები, რა ვიცი. ხო, ამას იმიტომ რომ ვიცით რომ ერთხელ საქართველოში ბიჭო მხდებიან ხოლმე რა, აი ტაქსის ღოლიდან დაწყებული, რავი, Facebook-ზე მოწერებით თუ როგორ გინდა, მართლა ბევრს ახსოვს დღეს და ეს მიუხედავად იმისა, რომ რამდენი წელია გასული, ხო, 8 წელია გასული. სასტავს მაინც ევასება რა და აქედან გამომდინარე ხა იმას კი არ ვამბობთ რომ მხოლოდ ერთხელ საქართველოზე გვექნება საუბარი ჩვენ რო ეხა კარგად იცოდეთ და კიდევ ერთხელ მინდა რომ დავაზუსტო რომ ადამიანი ვინც ეხა ჩვენ გვიყურებს მინდა რომ სრული წარმოდგენა ქონდეს იმაზე რას ვაპირებთ აი რომ ჩართავთ ამას ხო ილოს და ვაკაჭის რისი მოლოდინი უნდა გქონდეთ ხო მოლოდინი იქნება ის რომ ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით რომ ვიყოთ რა როგორებიც ვართ ბუნებრივად მაგიტო გვევასება YouTube-ი რომ მაგის ფუფუნება გაქვს და ახლა კი რეკლამაზე გავალთ და მოგესალმებით აი ის არ გვექნება რა 1000 ჯერ მეთქვია როგორ არ მევასება იცი ტელევიზიაში რო იყო ხოლმე ადრე ის რომ აქედან ისე ვერ გაგვიშვებთ რომ ერთი არ დაგვიკრათ და უი აი გიტარაც აქ არის აი ბანძი დადგმაროა ხო ხტები ეგეთი რაღაცები არ იქნება კუსტარულია და მე სულ ვამბობთ ძმაო არა მარტო შენზე ნიკასთვისაც მithქოს გრიგოლიასთვის ვანიჩკასისთვის მithქოს თარხნიშვილისთვის რომ ტელევიზია გინდა არ გინდა რაღაცა ფორმატია და ჩარჩოა იმ ჩარჩოში შეიძლება ძალიან კაი რაღაცებიც აკეთო მაგრამ ძირითადად კაროჩი ჩემნაირი და შენაირი ტიპები ამ ჩარჩოში გავიგე მაგრამ ტელევიზია ხო მაგრამ აი ეს იგივე ადამიანის კულტურაა რა ჩვეულები მე და შენ გვიყვარს როგორც მაკაცებს ერთმანეთს რაღაც აი ზედმეტი ფამილიარობა ზედმეტი რაღაც იქაც ზედმეტია მიხვდი და არ ვიცი ხო ვისთვის როგორია ზოგი განაცემა ვიღაცას ისეთი აქვს ზოგი პახაბნია ზოგი კარგია ზოგი საინტერესო ჩვენი მე ესეთი მე იმედი მაქვს რომ ეს არ იქნება შენ თქვის არ იყოს რომ დადგმული რაღაცა და აი წინასწარ და რაღაც მე მგონი აი მთელი იმპროვიზაცია და ყველაფერი რაც შეგვიძლია ვაკეთოთ და მართლა გახსნილად და ერთმანეთთან თქვენს გაგვეხსნათ ინტერაქტივი იქნება მე ლაივი იქნება თუ რა იქნება მაგას ნახავთ აი მაგიტომ მინდა რომ სანამ დავიწყებთ და გზადაგზას კიდე წამოგაწევთ ხოლმე კარგად გქონდეს თავისtildeება გვექნება რა ვირუსული ვიდეოები რა ჩვენ მინდა რომ რაღაცები დავარეაქტოთ ახლა რა იმიტომ რომ მარტო თინეიჯერები არ აკეთებენ ან ახალგაზრდები მაგას ხო ხო გადაიღეთ ვიდეოები და გამოგვიგზავნეთ ხო არა მარტო თქვენი ვიდეოები აი ესე გავაკეთებთ ხოლმე რა დაახლოებით 2 ვირუსული ვიდეო ჩვენ გავუშვათ ხოლმე და აქ როცა გადაცემა გვექნება ანუ ჩვენთან დავარეაქტებთ ეგეთ ვირუსულ ვიდეოებს რომ ბევრი ძალიან სახალისო ვიდეო იჩდება ხოლმე და თქვენ გამოუშვით ვარიანტები რომელი ვირუსული ვიდეო გაგისწორდათ რომელზეც თქვენ თვითონაც იხალისეთ და ჩვენ დავარეაქტებთ რა მე ჩვენ გვეტყვით იქნება ჯილდო არა მარტო თქვა ვირუსულ ვიდეოში არ გულისხმობ მხოლოდ იუმორისტულს შეიძლება რაღაცა ძალიან საინტერესო იყოს ხო ხტები და მაგით შეგვიძლია რომ დავარეაქტოთ ორს ჩვენ ავარჩევთ თქვენი ვერსიები თქვენ გამოუშვით და საუკეთესო ვირუსულ ვიდეოს რომელსაც ჩავთვლით რომ საუკეთესო რა რო აი გაუშვათ ორ ვიდეოს თქვენგან ან სამ ვიდეოს თქვენგან გაუშვებთ ჩვენსაც გაუშვებთ ასევე ჩვენი მიზანი ხო ის არის რომ ხალხთან გქონდეს მაქსიმალურად ინტერაქცია აი ლაივის მიზანიც ეგ არის ოღონდ ლაივი იქნება თუ როდის იქნება მაგას მე დავაანონსებთ რა წინასწარ გეტყვით თქვენი აზრიც გვაინტერესებს რა და დაწერეთ აი გაგისწორდებოდათ რომ მაგალითად ლაივი იყოს იმიტომ რომ ლაივის დროს თავისი პლუსებია ხო მეტი ინტერაქცია ეხა ინტერაქცია ამით კომენტარებში შეგიძლია კაცო ქონდეს და მაქედანაც გაიგებ ხალხს რა მოწონს რა არ მოწონს და მომავალი გადაცემის გამოამზადო გააკეთო ის რუბრიკა შეცვალო კი ბატონო ვირუსული ვიდეოები რომელსაც ჩვენც ავარჩევთ და თქვენს გამოვაგზავნით და მთავარი ისა რომ ჯილდოვდება ეს ადამიანი მაგასაც ვიტყვით სიურპრიზი ელის მას ჩვენგან ვირუსული ვიდეოები თქვენგან გამოგზავნილი და მე ჩვენგან შერჩეული გავუშვებთ დავარეაქტებთ რავი თქვენს გაგისწორდებათ რომ თქვენ გამოშვებულ ვიდეოზე ჩვენც ვიხალისებთ მეორე ჩვენც ხარით შევარჩევთ ასევე გვექნება unboxing-ი ვაკაჭი შეუკვეთავს ხოლმე ჩემთვის მე შევუკვეთავ ხოლმე ვაკაჭისთვის და ხანდახან ესენი ჩაერთონ მაყურებლები რომლებსაც ყველაზე კარგი რეპლიკა ექნება ჩვენს აი საჩუქარზე ხო მოკლედ რო არ ავრიოთ ტიპები რა ანუ თანმიმდევრულად გავუყვეთ რა თქმა უნდა ეგეც იქნება ბევრი ჩელენჯები გვექნება მე სტუმარიც გვეყოლება ხოლმე და სტუმართან ერთადაც რაღაც ისტორიებსაც გავიხსენებ და შეძლებს და გვარად რაც გვექნება სტუდიაში საშუალება რაღაც თამაშებსაც ვითამაშებთ ხო ამიტომ ყველაფერი წინ არის ჩვენ ძალიან ბევრ რაღაცას ხო გეუნებით ანუ იმპროვიზაციაზე გვექნება მაგრამ ძალიან საინტერესო რუბრიკები გვექნება ასევე ჯერჯერობით ამ სტუდიაში ვართ მანაშება სტუდია გამოვიცვალოთ ამავე დროს ჩვენ ვაპირებთ რომ გავიდეთ გარეთ აი იქნება ძალიან გარე გასვლებიც გვექნება იქნება სადღაც რაღაცა ძალიან საინტერესო თემა როგორიც ლოკაციები შეიცვლება ხო აი მაგალითისთვის გეტყვით რა გუშინ ვიყავით მე გვიან გამომიგზავნა გიორუსიამ რომელიც არის PvP-ის ჟიურის წევრი გვიან გამომიგზავნა ანუ გვიან რა ანუ
ეგრე უაბრალე ფეხა. არა, სხვადასხვა. ნახე, მე ვიყავი ანის დედის დაბადების დღეს. იქ რო ვიყავი სადღაც, კაროჩე 8 საათის, კი არა და 7 საათისთვის ჩამიგდო რომ ხო არ გინდა 2 ბილეთიო, იციან რომ ძალიან მიყვარს ახლა PVP. მაგრამ ახლა იქიდან გამომდინარე რომ ვაზის უბანში ვიყავი, ანის ნათესავებთან ვიყავი, რაღაცა და ბავშვებთან ერთად ვიყავი, ანუ ვეღარ მოვასწარი ისე რა, თორე ძალიან მინდოდა. დაურეკე ვაკაჭის და ვეუნები რომ მეთქი მივიდეთ მეთქი რა, იმიტომ რომ ვაკაჭი ახლა არ არის ნამყოფი არაწოს PVP-ზე და ბეთლრებთან ეგეთი შეხება არ აქვს, მაგრამ ხო, მაგრამ ნანახი მაქვს. ხო, მაგრამ ნანახი. ლაივში არ ყოფილი. ხო, და აქედან გამომდინარე ვიფიქრე მივალთ იქ ცეკვების ფრისტაილია, იქ მე ბანი იყო და მოსკა იყო და არ ვიტყვი შედეგს, იმიტომ რომ არ მინდა რომ დაგასპოილეროთ და ვერ მიუსწარით დედას ფიცავა რო ავედით იქ, რა ხდებოდა. მივედით ბილეთები გვაქვს, 2 ტიპი დაგვდა, მიშველეთო ძმებო რა. კაცი აქ არის შეყვარებული, ზემოთ არის სიმონ, იქნება რამე გაგვიკეთოთ და ჩვენც რა ბანძი და კლასიკური პასუხი უთხარით, ჩვენ ეხა ავალთ, იქ ხალხს ნახავთ და მოვალთ და ავედით. ოღონდ მართლა დედას ფიცავა, ეხა დახმარება რო შეგზობოდა, მართლა დახმარებოდით, მაგრამ არ გამოდიოდ. ავედით ზემოთ და არა, საქმე იცი რაში იყო, რომ ესენი გვენდნენ რომ იმ შეყვარებულს ვნახავდით და ჩვენ არც შეყვარება, ესენი ვასარდო და არ ვინახავს ხო, მაგრამ არც უცბიათ როგორი გოგო ვინ ხო, არ ვიცი და ჩვენ მაგარი დაიმედებული გავიდეთ დავტოვეთ ესენ რომ შეყვარებულს ვნახავთ და შეგახვედრეთ. ხო და თან მე ვაკაჭი მითხრა რომ მოვედიო რა, მოპედით მივედიო და მე მითხრა რომ ბიჭო რაღაცა ფინალი უნდა იყოს, რაღაცები დამთავრდაო რა და მე ვთქვი მაიცა კაცო ეგენი წელება მეთქი და მაინც მოგვიწევს ნახვა მეთქი და დედა მომიგდეს, აი მე და ვაკაჭი ავედით და ეხა მინდა რომ ისე ვარ რა, ჩემ ტერიტორიაზე ვარ, მეთქი ვაკაჭის ვანახო რომ ნახე რა ბეთლია და რამე და აი მივედით თუ არა და გამარჯვებული MC ჩემგან ხელმარჯვნივ თელი მუღაბი ეს ტიპი და მორჩა თელი მუღაბი რა იყო იცი რომ კარჩე ეს ხო ნანახი მაქვს მარტო YouTube-ში რა, ლაივში პირველად წავედი და კარჩე მე ხო სიმაღლით ხო მეტრა 20 ვარ ნახტომში და მაინც ეს ჩავრთე და აქედან მიღებ ჩენეს აქედან უხურებ. არ ჩანდა არაფერი რა. ხო, არა. კიდე ეკრანის საშუალებით უყურებდი, იმიტომ რომ ყველა მე მეფარებოდა. ხო, ნუ ახლა ჩვენ კუსტარულად გვინდოდა უცებ და წამში გადავწყვიტეთ, თორე მე უკვე შემდეგისათვის რა, ცეკვების ფრისტაილი იქნება, PVP იქნება. მარტო მაგაზია არ ვიძახი, იქნება თქვა იგივე მაგალითად კაჭრეთის ამბასადორში ძალიან მაგარი ისინია ხოლმე რა თემები რა. იგივე ლუკა აკეთებს აი მაგიდის ფეხბურთის ფეხი თამაში. რა ქვია იმ სპორტს ბიჭო ესპანეთში? გრეხედბოლი კი არა, მაინც რას ეძახიან? კაჭრეთში ტარდებოდა ჩემპიონატი. არა ქვია? პადელი. პადელზე ცვილით. კარგი, ბევრი რაღაცა იქნება. პადელი ძალიან გასვეწკები. ხო რა, ანუ გარე გადაღებები გვინდა, აი პირობითაც სადღაც რაღაც ტუსოვკაა, შეიძლება მე დავაკაჭი ბებერი. ხო, წავიდე და გადავიდე, შეიძლება შავ ზღვაზე. მე რო თევზაობა მევასებ ერთხელ მინდა რომ მოუწამლო რა. თუ მოუწამლე, არ ვიცი, წავიდეთ ერთხელ სათევზაოთაც წავიდეთ, რა ვიცი. ყველაფერი მოკლედ. ყველგან მოუსინჯოთ. რა იქნება ეგ მომავალში გამოჩნდება, მაგრამ იმის თქმა გვინდა რომ ანუ მხოლოდ სტუდიაში არ ვიქნებით ხოლმე, ანუ სტუდიის გარეთ ვიქნებით ხოლმე და შიგადაში იქაც რაღაცებს გავაკეთებთ. ამიტომ ჩვენც ეხა რეალურად როგორ ვართ იცი, ანუ თქვენგან წამოსული რეაქციების მიხედვით გადავწყვიტავთ თქვენ რა გაგისწორდებათ, იმიტომ რომ საბოლოოდ ეხა თქვენთვის კეთდება ეს, ხო? ანუ ჩვენც მინდა რომ ვიკაიფოთ, მაგრამ თქვენც მინდა ხო რომ ისიამოვნოთ. ამიტომ მაგ ყველაფერს გზა და გზა უცლობად დაგაწევთ. მე კიდე ერთი რამე ვიფიქრეთ, რომ არა მარტო თქვენგან გამოგზავნილი ვირუსული ვიდეოები იყოს, თქვათ, რომ რაღაცას ვიდეო გადაიყარეთ ახალი სუა და გამოგზავნოთ, არამედ შეიძლება თქვენ თვითონაც ჩაწეროთ რა. აი უფრო საინტერესო, უფრო კრეატიული იქნება, უფრო გასართობი იქნება, რომ სიტყვაზე ვიღაცა ნოდარ რაღაცა მამალაძემ გამოგვიგზავნა, ხო ცოტა ისეთი რუბრიკა. ახლა კი ვნახოთ ნოდარ მამალაძის. ხო, ნუ ეგ იქნებოდა ტელევიზიაში ეგრე, მაგრამ ნახე, რას ვამბობთ. ჩვენ აუცილებლად მაგას გეტყვით. თქვათ, რა თემატიკაზე გვინდა? აი მაგალითისთვის რა, ეხა სტენდაფერები ძალიან კაი ბიჭები არიან, პოდკასტში იყვნენ ჩემთან და თქვათ მოვიდნენ ხო სტენდაფერები ჩვენთან სტუმრად. ბიჭო, არიან ძალიან ბევრი ნიჭიერი ბავშვი ქართველებს ეხა იუმორი მაგრა გვიხერხება. ნიჭიერი ადამიანები არიან რა. თუ ვიღაცას მოგინდებათ რომ მაგალითად რაღაცა 3 წუთიანი, 4 წუთიანი თქვენი ჩანახატიან სტენდაფის რაღაცა მონოლოგივით გააკეთოთ და ჩვენ გამოგვიგზავნით, ჩვენ შევაფასებთ მაგას და ჩვენი სტუმრები შეაფასებენ რა. აქ ის სივრცე არ არის რომ ვიღაცამ რამე თქვათ ისეთი არ მოგვეწონ ფუ ეს რა არის, აი ეგეთი რამე გამორიცხეთ და ჩვენ ყოველთვის გავაკონტროლეთ რა კომენტარებში ვიღაცამ შეურწოფა არ მიაყენოს. მაგაზე არის დარდოთ რა. თუ ვიღაცას მოგინდებათ სიამოვნებით ნებისმიერი სახის ვიდეოს თემატიკიდან გამომდინარე რა გვექნება სტენდაპზე გამოვშვით სტენდაპ ვერსიები გვექნება მანქანებზე თუ გინდა თქვენი მანქანა გადაიღეთ გამოვაგზავნეთ რატო გევასებად გითხრით მაგასაც დავარეაქტებთ ეს არის კუსტარული გადაცემა თან გადაცემაშიც იმ გადაცემის საუკეთესოდ გამოვლინდება და
ჩვენ მე მგონი თვის საუკეთესო ვიდეოც დაჯილდოვდება რა ესე ვფიქრობ რა და კი გზაშიც ხო გეუნებია რა მეორე გადაცემა გვექნება მესამე გადაცემა გვექნება რაღაც ახალი რუბრიკებიც გვექნება რომელზეც ეხა არც სულ აპარაკობთ მაგრამ მომავალში ვგეგმავთ ამიტომ რაღაცები ისეთი რო არ გითხრათ რა ჯერ ზუსტად არ ვიცით მხოლოდ იმას გეუნებით რა ზუსტად ვიცით და ეს არის ის რომ გვექნება unboxing-ი ნახავთ და დავარიაქტებთ კიდევ ერთხელ ვიმეორებ თქვენ გამოგზავნილ ვირუსულ ვიდეოებს და ჩვენ ვირუსულ ვიდეოებს. დანარჩენი კიდე აქ ვართ. დღეს სტუმარი არ გვეყოლება, იმიტომ რომ გადავწყვიტეთ რომ რაღაცნაირად მაქსიმალურად ერთმანეთი იმასთან რო ქვია, ბოლომდე ამოვინატროთ. თან კიდე რაღაცნაირად მოგიყვეთ უფრო თავისუფლად, იმიტომ რომ სტუმარი რო იქნებოდა, სტუმართან ერთად ეხა ამდენი ლაპარაკი. სტუმარს მივაქცევდით ყურადღებას. მაგრამ შენ სწორი თქვი, ტასო იქნება, თუტა იქნება, რავი, სტენდაპერები, სადაც მოდიან ხოლმე პოდკასტზე, მაგრამ სტუმრებიც გვეყოლება ხოლმე და მათთან ერთადაც რაღაცა მაგრა ვიხალისებ. თავარია რომ თავისუფალი ატმოსფერო იქნება. ლაღი ატმოსფერო იქნება, აქ ბიჭებიც არიან, სხვათა შორის ოპერატორების და ტექნიკური ჯგუფის გარდა არიან, აგერ ჭედოა, თაზოა, რავი, იციან ზოგადად. რაღაც პონჩი გაასწორებს რა და თქვენს გითხარით, თქვენი ფიდბექები ყოველთვის იქნება გათვალისწინებული. კიდე გათამაშებები გვექნება ხოლმე, მაგრამ ამაზე წინასწარ არ მინდა საუბარი, იმიტომ რომ ჩვენ გვინდა კარგად გავარკვიოთ და ისეთი რაღაცები გავათამაშოთ, რასაც მუღამი ექნება. პირდაპირ ნუექ. აი, მე მგონი ადამიანებს რაღაცა გარკვეული წარმოდგენა იმაზე თუ რას ვაპირებთ მომავალში შეექმნათ და კიდევ ერთხელ ბევრ რამეს გზადაგზაც დაგაწყებთ, მაგრამ თავარი არის რომ მე აქ ვარ. თავარი სრული იმპროვიზაცია, კი, ეს ყველაფერი გეგმები არის, მაგრამ თვითონ იმ გადაცემაში იქნება სრული იმპროვიზაცია, არაფერი დადგმული და შენი გიტარის ამბავის არის, აი ხლა კი მოდი შეგვისრული რაღაცა, ორანინა დელია და მოკლედ რა, ვიქნებით ლაღები, გახსნილები ნამდვილები და რა ვიცი და სტუმრებისაც ვეცდებით რომ საუკეთესო სტუმრები მოდა თქვენთვის რაც დავარ თქვენთვის საინტერესო სტუმრები მოვიყვანოთ არა აქ ამას მნიშვნელობა მხატვარი იქნება ჩვენი ნაცნობი იქნება თქვენი ნაცნობი ბლოგერი თუ ვინ იქნება თავარი იყოს საინტერესო სასაცილო სახალისო და იმისთვის რომ რაღაცა ცოტა დარელაქსდეთ რა და რაღაცა აი განვიტირთოთ და მე მომეწონა თაზოს აზრი რომ რაღაცა prime time-ში გავალთ ხო, ანუ ჩვენ დავდებთ ხოლმე ამას სავარაუდოდ შუაკვირაში, მაგრამ მაგასაც ზუსტად გვეტყვით. არა, შაბათ-კვირას მაინც, აი, თქვენს თქვი თქვენი აზრი, როგორ გირჩევნით, მაგრამ შაბათ-კვირას მაინც ბევრი საგულაოდ გადის ხოლმე. აი, შუაკვირაში ვიფიქრე, რომ ხო, პარასკევი შაბათ-კვირა ყველა და ჩვენ გვინდა ისეთი რამე გავაკეთოთ, რასაც აი მაგალითად რომ რაღაცა. ძალით როა შემოგტენოთ რა, მე მინდა ისიამორო და გნახოთ, გვიყუროთ და რა, ხო, აი ესე დროც არ დაგა. და დანარჩენს რო გვანახებს რა, მაგრამ მე კიდევ ერთხელ ყველაზე მეტად ის მიხარია, რომ მე და შენი reunited-ი მოხდა, გაერთიანება მოხდა და ერთად. ეხლა მე გამისწორდება და ცეცხლი კი კარგია და კარგი საკ ენერგია აქვს რა, სხვა ენერგია აქვს ცეცხლი, წყალი რა. Earth, Wind and Fire. მაგრამ ერთხელ საქართველოში რო ყოფილიყო, გამისწორდება და რაღაცა. მაგაზე ხო იცი როგორი თემაც არის. ჩვენ გვინდოდა რომ ერთხელ საქართველოში გაგვეშვა, მაგრამ მაინც ვთხილობთ, იმიტომ რომ YouTube-ს თავისი რეგულაციები აქვს და არ გვინდა რომ ვინმე საავტორო უფლებები დაურღვიოთ, თორე სიამოვნებით გავუშვებით და ნახავთ დღეს, მაგრამ მომავალში აუცილებლად ცოტა კი ისეთი პონტია რომ ჩვენივე თავი უნდა დავარიაქტოთ, მაგრამ უბრალოდ გვინდოდა რომ რაღაცები გაგვეხსენებინა. აი მოდი იცი რა ვქნათ. ამასთან დაკავშირებით ადამიანებმა რაღაცა კითხვები ადრე დასვეს კიდევაც პოდკასტზე და ისედაც. აი მოდი ესე მე არ წამიკითხავ. და თუ რატო არ წამიკითხავს, ეს თვითონ კარგად იცის. მოდი კითხავ ახლა ერთ რამეს რა. ანუ შენთვის ერთხელ საქართველოში ყველაზე მეტად რომელი პერსონაჟების გაკეთება გევასებოდა? ბიჭო ყველასი რა. მაგრამ აი უფრო მეტად მე რას გეუბნები, ცე შენ ყველაზე ანუ კომფორტულად ახლა ყველაფერში იქნებოდი, მაგრამ ყველაზე არაკომფორტული იყო ჩემთვის ალბათ გრიმის გამო ეს იყო გელოდი. გელოდი იყო, იმიტომ რომ ხო გახსოვს, ძროხის მეწუს რომ აი და სახე დღემდე რა სულ რაღა დაპრიშიკებული პატარა გარდატეხის მე აი კაკმილებში რაღაცა თვითონ საღება ეს იყო საშინელება. ასევე ქალის როლი ძალიან სასაცილო იყო, მაგრამ ეს ქუსლებზე დადგომა, просто როგორ დადიხართ ქალები ქუსლებზე და თან ეს ძველი ლიფი იყო, ახლები თურმე ფუშაპ და რაღაცებს რო ეძახენ გოგოებს. აი ეს რკინები მქონდა შერჭობილი, საშინელი, ეს პარიკი თავზე ზაფხულში. ეგეც საშინელი დისკომფორტი იყო ჩასული. პარიკი მეც მქონდა რაღაცა საშინელი. კიდე რომელი იყო? ბანკის მუშაკი, რამე რქვა? და ზინტლიანები რო ვიყავეთ კიდე. ზომეხი და აზერბაიჯანი რა ესეც ცოტა ზინტლის პონჩ სანამ და ერთხელ საპონი არ იყო და იქ აუ გახსოვს რა მოვაწყე მე ბიჭო მაგარი მოვაწყე წასასვლელი ვიყავი მქონდა წასაყვანი კორპორატიული кайფი გარბოდი ხო არ კორპორატიული ჩასატარებელი მქონდა და ის ვინდა რა გვერქვა ანუ ხო არ მახსოვს მაგრამ ნუ
ვულკანიზაციაში მომუშავე აზერბაიჯანელი და სომეხი ძმები. ამახსენდება რა. და წარმოიდგინე ბიჭო, დამთავრდა, გადაღება და ანუ საპონი არ არის. ანუ ის კი არა რომ შხაპი გადავივლო. პროსტა რომ მოვიშო. სახე მაინც დავიბანო. წარმოიდგინე ხა რომ ავსულიყავი მამა. ეუ უნდა მექნა ეგ რა. მაშინ ისეთ ხოჩი იყო ერთხელ საქართველოში რომ კორპორატიულზე უნდა ავსულიყავი. მე რა დავემართა? ეგეთ. დავაი ჩავატარეთ კორპორატიული ძალიან მაგარი დრო უნდა გავატაროთ. აი, ანუ შენ გევასებოდა კი არა და უხერხული იყო გრიმის გამო. მაგრამ აი შენ თვითონ რომელზე ხალისობდი, აი მაგას გეუნები რა, რომ აი გევასებოდა იმის კეთება, იმიტომ რომ აი გელოდის საყვარელი ტიპაჟი იყო რა, გელოდის ეს აზერბაია, ესეც კაი საყვარელი ტიპები და კარგები იყო. ის ძალიან მაგარი პარა ვიყავით რა. რო უყვარდა და რო გიყვარდა და რაღაცა ისე მამაშა და ის და თან რო ევასება და რო ეპრანჭება და თან უნდა დატანო და ესე ძალიან სასაცილო მაგრამ ბიჭო ძალიან ევასებოდა ხალხს სანჩიკა და გუგა და გელო სანჩიკა და გუგა იყო იმიტომ რომ იქ ბევრი თავის თავს ხედავდა რა ან თავის უბნელს ხედავდა ვიხდი აი თან ზადნი რო და ბლატაობაც უნდა ზადნი არა ამ დროს დეგენერატია და რატო აი კარგი ტიპაჟები იყვნენ არჩეული თან სტილობიანებიც არიან ვითომ ტასო იყო იდე ძალიან კარგი რა ტასო ზოგადად მე არ ვიცი ხა რამდენად ჩანდა ერთხელ საქართველოსთან ეგ მაგრამ თვითონ აი თათი არის ალბათ ხო ალბათ თათი ფენომენალური ტიპია ერთხელ მივიდივართ გვეჩქარება რომ კარგი დამთავრდა სამუშაო გადავიღეთ და ტაქსი ხა გახსოვს როგორი სპეციფიკური ხმით ეძახდა ტაქსი დაუძახა და ტაქსი დაატო და ხუთლარად გაგვიყარ ვაკეში დიღმიდანეობდა კიო და არ გვინდა და დაუჯერ რატო არ გვინდა მაგრა შეუთქ გაგიჟებდა ვიღაც ნერვებზე რო იყო ხოლმე აი უბრალოდ ვიღაცისთვის ისბი გაეტრაკებინა ეგ ამბავი აო მეთქი რა გააკეთე არ გვინდა ხო არა სანჩიკა და გუგაზე აი ბიჭო ეხა რო ფიქრობ აი ამდენი ხანი გავიდა რა და შენ ხო გახსოვს მაშინ როგორ კრიტიკულად უდგებოდი მაგას პირველ რიგში ჩემ თავს რაზია ლაპარაკი რომ განა პროექტს მე თვითონ მაგრამ თვითონ მაშინაც რა ეხა სულ მიკვირდა ხოლმე რომ ბიჭო მეთქი რატო ევასება ხალხს ეს პროექტი რატო ევასება მაშინ ეხა მაშინ უფრო გამოუცდელი ვიყავი ახალგაზრდა ვიყავი ძალიან მაქსიმალისტი ვიყავი იდეალისტი ვიყავი და რაღაცა სულ ისეთი მინდოდა რომ აი რაღაცა ჰაი კლასი მაგრამ ეხა რომ დავფიქრდი ამდენი წელი გავიდა ბიჭო და აი მაინც რომ ჩავждები ხოლმე ტაქსში ჩავждები თუ სადღაც მივალ ანუ შაგუ რა თქმა უნდა ეხა მაგრამ მაგასაც სულ მეუნებიან ხოლმე და სულ ფიქრობდი აი რომ მეთქი აი ანაირად რა რატო ესე ძალიან რატო ევასებათ იმიტომ რომ მაშინ მახსოვს რომ მაგარი უკმაყოფილო ვიყავი ხო გახსოვს ანუ მეთქი ეს სცენარი რა არის ეს ტიპაჟი სცენარების დაწუნება ვიცოდით ხო მაგრამ აი ხაი იყო მაგრამ რა ეხლა რომ უყურებ უკანა მხრიდან და რომ ჩამირთია რომ მეთქი რა არის ეხა ხვდები რომ ხო კაი პროდუქტი იყო იქიდან გამომდინარე რომ ჯერ ეს ერთი შენ პოდკასტზე თქვი რა ძალიან რთულია რომ ყოველ კვირას და ყოველ გადაცემაზე კი არა და რა ყოველ ჩაწერაზე აი კი იყო ხუმრობების ქარხანა მაგრამ სულ ვერ იზავ მაგას რა ან სულ ისეთი ვერ იქნება რომ აი ტოპ რაღაცა იყოს მაგრამ უკანა რიცხვით რო ვიყურები ხო ისეთი პროექტი იყო რა ან სახალხო პროექტი იყო რა და გაუსწორდა და შენს შენი გაკეთებული რაღაცა ხო გიხარია რომ დატოვე რაღაცა და ბევრი არ არის იქ სასაცილო რა, მაგრამ მაინც ჩვენ გვახსენდება რაღაცა. აი ეს გაფუჭებული კადრები და ამ ეხლაც ხო გადავხედეთ სანამ თან მაგარი ნახვებია ხოში. ხო აი ეგ არ წამიკითხავს და არ მინახავს რამდენი ნახვა. ამ ბევრი აქვს ხო არ დავინტერესებს. რას ლაპარაკობ, ამ ბევრი ნახვები. ძალიან კაი თუ ბევრი ნახვა. ხო აი ხა კიდე რაზე მინდა იცი გელაპარაკო რომ ეს არის შენი დებიუტი YouTube-ზე. ჩემი დებიუტი მაგალითად YouTube-ზე შედგა დაახლოებით 1 წლის წინ. აი პოდკასტი რო დავიწყე, ნუ კი, ბაზარი არ არის, მანამდე სადალაქოს ვაკეთებდი და სადალაქოს პონჩი და იდებოდა დაახლოებით 1 წელი სადალაქოს ვაკეთებდი. ეგ რა არის? ეგეც პოდკასტი იყო რა, როგორი თემა იყო, იცი, აი ჩვეულებრივი ან ბარბერშოპები რო არის სადალაქოში. ამერიკაში ეგ ფორმატი, მაგრამ ეგ უფრო ამერიკული კულტურის ნაწილია. მე ის ვიფიქრე, რომ სტუდია არ დაგჭირდებოდა, ლამაზი გარემო იყო იმ სადალაქოსი, რომელიც იყო იქით სადღაც ოპერასთანოა და ძალიან გამისწორდა რა და მეთქი სტუდია არა ჩათვალე და უფრო მაგამ ბავში იყო და არა იმიტომ რომ ეხა ამერიკაში თვითონ სადალაქოს პონტი არის როგორც ბირჟა. ხვდები? ანუ ბირჟის პონტი არის იქ როგორ რომ აი აქ ხო განიხილავენ ბირჟაზე რაღაცებს ეს პელე თუ მარადონა ხო იყო ეგეთი ლაპარაკები. იქ მართლა ეგ არის რა რომ აი ტიპები შედიან სადალაქოში, რო ჯდებიან, აი იქ რო არის ხო ედი მერფი რო თამაშობს, რა ქვია მას, გასეირნება ამერიკაში. იქ რო სადალაქოში ამბავი ხდება, ეგ არის ამერიკული კულტურის ნაწილი. საჭორო პონტი ეგ იყო. სუფთა. ხო ხტები და ეგ მომენტი ევასებოდათ რა და ანუ ეგ გავაკეთე. ასე რომ მეც რო გითხარო დიდი გამოცდილება მაქვს YouTube-ში ეგრე არ არის. ეს პოდკასტია. ეხლა ამას ვაკეთებთ და მანამდე რო გითხარი სადალაქო ამეთქი რა. ასე რომ რაღაც პონჩი ანუ მეც 1 წლის წინ ქონა დებიუტი, შეიძლება ეგრე ითქვას და შენ ეხლა
რა შეხება ქონია ან აი შენ თქვი რომ აი PvP-ს პირველ რიგში რა აზრის ხარ იმაზე ბეთლრებზე იცი რა ახალგაზრდებს მე ხო თქვი რომ ძალიან მომწონს ეს თაობა ეხლა ესენი გვიღებენ ჩემთან გაცილებით პატარები არიან ეს ბიჭები ჩემი შვილის ხელები და მე მევასება ეხლა რასაც აკეთებენ ძალიან ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა ისინიც ნიჭიერებენ მე უბრალოდ სუ პროტესტი მქონდა რადგან მე თუფაქსზე გავიზარდე როგორც რეპი და რეჩიტატივი ეხლა ოპერაშიც არის თუ ამ კლასიკურ განათლებით რაღაც მიუდგები და რეჩიტატივი რა არის რეპი რა არის რატომ რეპავს რისთვის რეპავს რას ამბობს იმ რეპში თორე ეგრე აკაკი წელი თორნიკერის თავშიც არის რაღაცა მაღლიწვიმა მოდედის შაირობს რეპავს რაღაცა აქ ცოტა გაბედულად ერთმანეთზე ალბათ მოლაპარაკებულად რომ მე და შენ მოდი ახლა მივაჯვათ რაღაცეები ცუდი სიტყვები ვეძახოთ რაღაცა შეფასებები და ესეც ალბათ მომზადებული იმიტომ რომ ამ ხილა ფრისტაილი რომ ვინმეს კონდეს რომ აი ეს დავაი აბა მიდი არა მგონია რომ შეასრულოს რა არიან ფენომენალური ტიპები საზღვარგარეთ ალბათ ვინც თან ინგლისური ენა უფრო ჩემთვის უხდება ყურში სულ აი მაგალითად იტალიურიც მევასება მაგრამ არ მესმის მაგრამ მომწონს ყურში ლამაზად ჟღერს რა და ეს ქართული ტ ყ რ ხ აი ხ რა აი მე შენ გითხარი და რატომ გითხარი და მე შენ მითხარი და აი რაღაც მიყვარხარ ალბათ იცი რა არის უფრო ის მომენტია რომ ყური უნდა შეაჩვირო აი მაგალითად ეხა კაია კატას რა აქ ბენდია რა ბენდი რა ბენდის არ შეიძლება ჰიპ-ჰოპ ბენდია რა მამით მაგრამ აი გითხრა იქ რომ იგივე ეხა ადრე უთხარი ვიღაცას აი ზუსტად ეგლაპარაკი ქონდა მე არ დამთავრებე თქვი ხო მიდი თქვი იმაში და მე არა ხო და ამის გარდა რომ მე პირადად ეს რეპი რომელზეც მე გავიზარდე და პირველად მოვისმინე ეს მამები და ოლდსკული ტიპები რომელზეც დღემდე შემიძლია დიდი სიამოვნებით უსმინო შეიძლება ქართულ რეპს არ უსმინო მაგრამ ის დუხი გუშინ რაც ვიყავი და ის მუღამი აქ რა ძალიან დიდი მუაქ ახალგაზრდებში და ეს დადგმულია იმპროვიზაცია თუ არა შენ თუ მიდიხარ შოუს სანახავად ძალიან კარგი დადგმულია ძალიან ნიჭიერი ტიპები არიან რა მე სულ ვამბობ რომ ეს თაობა არის უნიჭიერესი თაობა ჩვენგან განსხვავებით და ბევრ კარგად ესეთ რაღაცას მაგალითად ეხა ჩემ ბავშვობაში არ გააკი იყო მაგალითად რუბი კუბიკის აწყობა და ბრეიკ და რაღაცებს აკეთებ რაღაცები რობოტ დენსი იყო ამას რობოტი რაღაცებს იყო რაღაც კლუბებში რა მაგრამ ესეთი არ ყოფილა რა ხო და აი კარგია ძალიან მიხარია რომ კულტურა შემოვიდა საქართველოში და რაღაცა უნდა იყოს ყველაფერი გააჩნია ჩვენ როგორ გადმოვიღებთ, გადმოვაკატავებთ, როგორი ხო პლაგიატობასაც ცოდნაო. პლაგიატობა ეხა ცუდი არ არის რა, ყველა რაღაცის იმას შეიძლება რაღაცა რეპროდუქცია გადმოიღო. ეგ არც არის პლაგიატობა. ეგ არის რომ პროსტა ფორმატი გადმოგაქვს რა. ხო, ფორმატი გავგაქვს, სადღაც ნახა იმანაც რაღაცა გადმოიტანა და სხვათაშორის ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს და მე მივესალმები და ქეთს ვიხრი რომ კარგი ტიპები არიან. ჯიგრულად აკეთებენ და რაც იქ მე ჩემი თვალით ვნახე, ხო შეიძლება ახლა YouTube-ში არ დავაკვირდი და რა ვიდეოები და დადგმულია ახლა ჩემთვის და იქაც იგრძნობა რომ არ არის დადგმული რაღაცეები. მაგრამ კარგი შოუა, კაი სანახაობა იყო, თუმცა ჩვენ გავმაზეთ. აუ, იცი რა ვქნათ? აი ახლა ჩვენ უთხრათ ხალხს ვინც გვიყურებს, რომ რახან შენ ქართულ YouTube-თან ისეთი შეხება არ აქვს, რას ფიქრობთ? რას უნდა უყურო, აი რა გაუგზავრდება ვაკაჭის და თქვენს დაწერეთ თქვენი საყვარელი YouTube პროექტები, რა ვიცი, ანუ შენ პონჩი ვიძახი რა, რომ აი მაგალითად რას ურჩევდით ვაკაჭის რომ YouTube-ზე ნახოს, ჩვენ სხვათა შორის მოგვიწევს ხოლმე, ხო იცი მომავალში მე YouTube-ერებთან გადაცემაში მისვლა ხოლმე. ჩვენთანაც მოვლენ ჩვენც მეც მაინტერესებს სად როგორ ითის უნდკავენ. მე რასაც მე ვიცი რაც მევასება, აბა ხალხი ხო მაინტერესებს რას უყურებ, აბა. ხო, ერთი მათი აზრით მე რაზე გაიფო, ხო, აი მაგაზე ვიძახი რომ ან მათი აზრით შენ რა გაგისწორდება რა. თვითონ საზღვარგარეთის სიმინი თუ გევასება შენ უყურებ ხოლმე რაღაც გადაცემებს უყურებ რა, უფრო შორტ რაღაცეებს უყურებ, უფრო შემეცნებით რაღაცეებს უყურებ რა. ხო აი რაც ბევრად საინტერესო აი ხა სიახლეებს არაფერს აღარ ყვებიან იმიტომ რომ ეს ხელოვნური ინტელექტით უკვე ისეთ კლიპებს აკეთებენ თითქმის ფილმებს აკეთებენ და ამ NLO-ებზე გელაპარაკები არაფერს სიახლე გასაოცარი ჯერჯერობით ერთადერთი ბოლო პერიოდში ჩემთვის გასაოცარი რადგან მე რაღაცა კინომხატვრობაზე აი გიждები და ეს იყო Game of Thrones იმიტომ რომ ესეთი გაოცება ჩემთვის აი ძალიან დიდი ხანი კინემატოგრაფიაში არ ყოფილა რა. ყველა სეზონს უყურე?
ყველას უყურე კი 4 ჯერ უყურე. ასი ძახი. მეც გიждდებოდი. ისეთი კაია, ყველაფერი ფერი, ტონალობა, სიუჟეტი, სცენარი, რეჟისურა, აი ყველაფერი მაგარია. აი ყველაფერი მაგარია. კი. ხო, უბრალოდ მე ვარ ტირიონ ლანისტერი. ტიკ პატერელი. აუ რა მაგარი პერსონაჟი. კაცია და რანიჭიერი. ვაფშე ძალიან კარგია. ესეთი გაოცება არ ვიცი. ხო, კიდე რა სერიალები გეოსება? ბევრი სერია, საერთოდ ფილმებს სოპრანო არ გეოსება? სოპრანო ძალიან მაგარი. მე ვასება Breaking Bad-ი. ძალიან მაგარია. ეხლა ნახე რაღაც ჯეკალ, ეს შაკალ. ნორმально. რაღაც კილერზეა რაღაცა და საკმაოდ ნიჭიერი ტიპი თამაშობს. კარგია, ნახე. და პატარა სერიალია რა, ჩაგიგდებ მე ნახე, გაასწორა. მე ცოტა ფანტასტიკაცა რაღაცა ისე მაზავენ. მე კაი გაკეთე, გასართობად ხოში. ის ნანახი ისე მოსმენა. Wire, ესე ქვია. ნახე, ბალტიმორში ხდება ამბავი, ანუ აი სერიალებში უკვე კარგად ჟღერს. იქ როგორი პონტია, იცი, აი სერიალების რაღაც პონტში ტოლსტოია რა, ანუ აი დიდი ციგნებია, ის სადღაც რომ მამებს და ბაბუებს შეგონათ ხომ, აი დიდი ციგნები რო იყო ხომ. ძალიან ისეთი ტემპი აქვს რა, ოღონდ რაღაცნაირი ნელი ისე, მაგრამ აი ერთ-ერთი ყველაზე მაგარი სცენარი და ერთ-ერთი ყველაზე მაგარი Netflix-ია სერიალია რა. არა, მეგონი HBO-ში არის თუ არ ვცდები, ხო? ნუ ეხლა ეგენი ხო სულ. კიდე რა ნახე, იცი? აი ესეა, ვანა გიც სერიოზული დონის სერიალი არ არის, მაგრამ გაგისწორდება Leftover. Leftover. ხო. ჩამიგდე რა. დარჩენილები, ჩაგიგდებ და ნახოთ რა. მე მგონი ნანახი, მაგ. ხო, რავი, ანუ ისეთი რაღაცა რა, ბიჭო, მეც ახლა რო გითხარო, ანუ ძალიან უზივარ და რაღაცა მეთქი, არა. მაგრამ ანუ დიდი ხანია სხვათაშორის, აი ბოლოს ნახე Netflix-მა გააკეთა 3 body problem, ესე ქვია, სამი სხეულის პრობლემა და არის ძალიან მაგარია ეგეც რა, ანუ ეგეც ვაფშე ეგ ჩინელებმა გადაიღეს. და მე გააკეთეს ამერიკელებმა. პირველი სეზონი დამთავრდა და ეხლა მეორე უნდა აი გუშინ შეუყევი ესე TikTok-ზე ვიღაცები ხო ხუთი საუკეთესო ფილმი მინდა შევიღაც გოგოები რო არის და რაღაცები და ეს არის რაღაცა ჯეისონ მორგანის არც აზზე არის და ესე ნუ სკროლავდი და რონალდინიო გაიჩიტა. დედა მომიკვდეს. ვერ მოუწყდი. რონალდინიოს ასები თამაში ხო ეგ მონტაჟურად ნუ ესეთი რაღაცა არ არის და ისე ვისი ამან ვაფშე დაშვაში იყო ეხლა ამ თემაზე რა გადავედი მაგრამ ისეთია ნუ აი TikTok-ი კიდე სხვა ჩამთრევია ნუ გადადიხარ ბიჭო TikTok-ზე გამახსენა ვინმე მიცით რა მოხდა ნუკი კოშკელიშვილის თემაზე რაღაცა რა დაიმართა ვიღაცა მატირაო თუ რაღაცა თამაში ხო და რა მოხდა მე რაღაცა ხო მეც მინდაო გამოვეხმარ მე TikTok-ზე შევხვდა ხო და რა ბაზარი არ ვიცი ანუ ვიღაცა მითხრა რომ არც ნახო თორე ძალიან შეყვებია ხო სიგიჟე კეთო ტინა ნუკი ხო და ანუ ვა საინტერესოა იქ უნდა გავარკვიო რა ხდება რა არა ბიჭო რატო ვიძახი იცი ხა მე ეგეთ რაღაცებს თვალს არ ვადევნებ მაგრამ ისეთი რაღაცები დაწერეს Facebook-ზე ერთმა ორმა მეთქი რა ხდება ჩამოიქცა თან ისეთი საგიჟეთი ხდება ისე და უცებ ყველა თემა გადაფარა ნუკი და ქრისტი ლაბაძე და რა ქვია მას თამა ვაშალომიძის დრამამ და რა დრამაა ეგეთი მაგრამ მოთხოვა მერე არ ვიცი აი ხო გეუნები არ ვიცი მაგრამ მაგიტო ვიკითხე მე მხარ იცით მეთქი იმიტომ რომ თელი ალგორითმი მაგას ქონას მაქვს შეჭმული ერთ-ერთი გამოწვევა რაღაც პონჩი არის რა იცი რომ აი არა მარტო ჩვენ ქვეყანაში ანუ ამერიკაშიც ნახე ბიჭო იმ დღეს შემცელს ვეუნები რომ აი რაღაცაზე ვიღადაობდი და კაი რა პონტიაო მითხრა თუ რაღაცა რა ამერიკა კიდე რაღაცა ვთქვი კაი რა პონტიაო და ბიჭო მართლა ისეთი დრო მოვიდა რომ აი ძალიან ბევრ ამაში ხარ შეზღუდული რაღაცებზე ვერ იღადავ ისე როგორც ადრე ისეთი პონტი იყო რა ხა რაც არ უნდა გეთქვა თითქოს რაღაცა მაინც აი ჩოულებრივი პონტი იყო რა კი ვიღაცა შეიძლება ეთქვა კაი რა პონტია და რაღაცა მაგრამ იმის იქით არა ეხლა უკვე ისეთი ხო მაგრამ დავიხვეწეთ რა რომ რაღაცეებს პროსტა არა რაღაც კი არ დავიხვეწეთ ცოტა უფრო მეტად დავფიქრდით რა ადამიანები რა ეხა შეურაცხყოფები რო აქვს რა შედაუნო რაღაცა შედა აი ეგეთ პონჩი რა ტეხავს რა რაღაცეები შეიძლება და არ ჩვენ არ ვიზავთ მაგას არა ხო ეს აი ყოვლად მიუღებელი ტიპია ტიპაჟია ეგ აი მაგალითს გეტყვი რა ეხლა ხანს რა მე მგონი ეგ არ მეშლება აი ეგ სიტყვა ზუსტად უთხრა PvP-ზე Young Mike-მა პელეს ანუ ბეთლის დროს და მაგაზე იცი რა ხდებოდა კომენტარებში რომ ანუ ეგ რატოაო ისეთი სათქმელი რაც ბეთლში მაგას ჯობია უთხრა გამოყლებულო ჯობია ბევრად რაც გინდა ის უთხარი მაგრამ ეგ არ უნდა უთხრა რა და როგორც სხვაგან ისე ჩვენც ყოველთვის ვეცდებით რომ დაუკრეფავში არ გადავიდეთ ხოლმე იმიტომ რომ აქ არ არის მარტო ჩვენ გადაობაზე აქ არის ადამიანებზე
და ანუ არავითარ შემთხვევაში ისეთი რამე არ უნდა გააკეთო, რომ სხვა ადამიანი დააზარალო რა, არც ერთი ადამიანის თქვა რაღაცა დაგვრზვა, მე არ ვიძახი ხა იქ გუგა და სანჩიკა გადაობენზე, კი ვიძახი, მე ვიძახი აი ეგეთ რამეს. მაგას არ ვიცით მოკლედ თემა რომ ამოვწუროთ. რაღაცნაირად მის რატომაც არის ყველა ცოტა ისე ფრთხილად და სენსიტიურად მაგ თემებთან, თუმცა ზღვარს ყოველთვის დავიცავთ ხოლმე, მაგრამ ეგ იმას არნიშნავს, რომ სილაღეს დავკარგავთ და თქვა პირდაპირები არ ვიქნებით და რაღაცეები რაც მოგინდება, არ თქვათ ხოლმე, ასე რომ ხო, ესეთ თემებს ეგ არ შეგვიშლება ეხა ჩვენ პატარა. ისე მაინც ნუკიზე დამაინტერესებს რატო ატირეს საწყალი გოგო. ხო, ეგ ვერ გავიგე, მაგრამ არა უშავს, ეხა ვერ გავიგებთ, მე გავიგებთ, რომ მორჩება, მე ჩავუდგეს მე და ავსკროლოთ რაღაცა. ხო, ანუ კიდე მინდოდა აი მე თქვა შენთვის წინაზეც ვიბაზრეთ პოდკასტში რა და რა გაგისწრდებოდა აი მე არ გამეკვირდება რომ ერთ კვირაში ნუკის ცრემლები გაიყიდოს. სად აუქციონზე თუ რა სიძახის რაღაცა ესეთი TikTok-ზე აი იყიდება და ხო ესე წავა ჯერ პოსტები რატო ატირეს ნუკი მე ატირეს ნუკი ვინ ატირა ნუკი ნუკი ცრემლიანია და ისე წავა დიდხანს და ბოლოს ნუკი გაიშთია გაღიმეული პატარა ეს პოზიში თავის ცრემლები არ ვიცი მაგრამ მართლა ძალიან დაიგრუსა და რა მოხდა ახლა შეიძლება ეგ ბაზარი მე არ გამიკვირდება რომ ეგ ბაზარი იყოს შენ მითხარი თუ ვინ მითხრა ის არ ბანკაში ხო იცი ეგა? უილი რო აქტივ შენახული? ხო. შენ ხო და რა ბაზარია ეგა? ერევანსკი ვოზდუხ ბოთში რო. არ ვიცი ბოთში ვისა. ბოთში აქ ერევანსკი ვოზდუხ და იმაში იყიდებოდა. ცნაური დროა რა. ხო აი ხა რაც ხო და მაგას ვამ მე მგონი შეგდებული პონტია მე ერთი საახალწლო თუ არა სექტემბერში გაიყიდება მე მგონი სერიოზულად არის მანდ ამბავი მაგრამ რა ამბავი არ ვიცი რაღაცა ის თუფაკი და BIG-ის ბიფივით არის თუ უბრალოდ რაღაცა ემოციური ფონი არ ვიცი მაგას გავარკვევთ რა მოკლედ ჩვენ TikTok-იდანაც დავარეაქტებთ ხოლმე რა ან ბევრ ვიდეოს მაგ ვიდეოებს არ გულისხმობ ხა რაზეც ვსაუბრობთ მაგრამ მომავალში აუცილებლად იქიდანაც იმიტომ რომ ბევრი სახალისო რამე იჭდება შენ TikTok-ზე ხარ არა მე არც ერთ ქსელში არ ხო და აი TikTok-ზე შორიდან ესე უყურებ ყველაფერს რა იცი რა მე არ ვაქტიურობ საერთოდ აი ერთი პერიოდი რაღაცნაირად თითქოს ფოლოვერები ავკრიფე და მინდოდა რომ TikTok-ი მომეხოდა მაგრამ მე რაღაცნაირად როცა გამოვიდა აი ყველა ვიღაცები აი რატო არ აკეთებ და TikTok-ზე რამე გააკა იცი რა მაყუ შეულობენ შეჩემა მარტო რა მაყუ შეულობენ ხო აი ბავშვობაში რო შემხვდა ხო ერთი ტიპი შურავოი რა აი ვასებოდა დაზიზინა მაგაჭაო მაგარი რამე უნდა გითხრაო რა და მეთქი კაი ხამასე კაი გავჩერთ ქუჩაში და მაგარამის გეუბნები ძმაო მის დუნამიო გაიხედა გამეთქი რა ასმეულა ლალი ხო იცი ლალი ვინ ლალი რა ლალი ქვა რა შეჩემა ქვა ლალი ხო კი აი გააზრდა და შენც მაგრა იქნები და მეც ჯესეთი შენ რაღაცა მე თუ გავაძრე შენ რაღაცა უნდა იყო კარგა ვერ გავი აი ბიჭო არა ჩვენ დროს ან ისეთი დრო იყო ხა მე მყავდა ერთი მეზობელი მაგალითად მაშინ ხო აი მაგიტო ძალიან შეიცვალა რომ ერთი ტიპი იყო რომელიც რო იზმანე ანუ რასაც კითხავდი მაგრა ევასებოდა გაზმანმა ხან მოპარული ეცვა ხან არა მოპარული ეცვა ვერ გაიგებთ მოკლედ მაგრამ სულ ახალ ზმანზე იყო ხშირად და სულ იარლიყები რო გეტყვა რაო ბიჭო ვა რასაკაიფო რაღაცა მაისური $100-იანია კი ყველაფერი $100-იანი იყო ფეხსაცმელი $100-იანი იყო შარვალი $100-იანი იყო ეს $100-იანი იყო და რა ყველაფერი $100-იანი იყო საერთოდ ბიჭო შენ პირველად რო გამოვიდა აფშლაგი ხო იცი აი ეს გადაკეთს ამას ქვია აფშლაგი რა ბერმა შეიძლება არის ბერმა იცი აი ეს არის ეს გადაკეთს მაგას უაიწევ აფშლაგი ქვია რა ეს აფშლაგიანი შარვალი და ზოგი მიკერებული იყო და ჩვენ რო ატელიაში მაგალითად 7 მანეთი ღირდა კომუნისტების მე რა და დრო იმდენვე მართლა დინოზავრი ვარ ერთი ტიპი დადიოდა ძალიან სიმპათიჩნი ბიჭი რა მოკითხა სოსო ჯანდიერი სეშია კლიჩკა ქონდა ეს სეშია იმიტომ რომ აი ამერიკელს გავდა და ეს აფშლაგი ხო ქონდა და აქ ეწერა აფშლაგ თვითონ მიაწე დიდი ხანი არ ხო და აი თორჩესკი კაი ტიპი რა და აფშლაგ ეს აფშლაგ ხო აი როგორ ხო აი სტოლეტაძე რო ჩიტოს ყველაფერს ნივთები რო ავიწყე ყველაფერს რო აწერე რა ეგ პონჩი ქონდა რა ხო და რას მეუბნებოდი? არა, ანუ ხო, რა მინდოდა იცი მე გითხა რომ საიდან ხშირად უგითხავთ შენთვის, ანუ რანაირად აქ ისეთი რამდენ პერსონაჟს აკეთებს როგორ საერთოდ ვისგან გამოყვა ეგ ნიჭი. შენ ნათქვამი გაქვს ჩემთვის მე მინდა რომ უბრალოდ ადამიანი ნუ და ჩემ მეუბნებოდა რომ გიამ დაგანათლაო, ნათლია ჩემო, გია ფერაძე.
უი, დედის დღეა. უი, დედის დღე, მაგრამ ეხლა რომ გავარიქეთ, მაგრამ დედის დღეს წერთ, ასე რომ მაინც გილოცავ დაგვიანებით. ხო, თებში ხო არა გაგვთ ბიჭებო? საყვარელ მეუღლეს. თებში არა გაქვს, თებში. თებში რა ბაზარია? არა, დედა ჩემი გარდაცვლილია და რომ გამოვიძახო და რა თქმა უნდა, გატეხო თუ რა შეცახე. იდიოტია. თებში რა ბაზარია? რა იდიოტი ხარ რა. მაგას მე რეაგიხსნი. არა, მე ის მაინტერესებს იზახე, აღარ გახსოვს თებში რო იძახებდნენ სულებს. აუ, თებში რა სულებს. აი, ეგ რა უპი გოლდბერგი რო არის მოჩვენებაში მაგასაც. დაბა ეხა დედას როგორ უნდა მიულოცო დედა. როდის მე მკითხავთ ყოფილ ხარ მე? მკითხავთ ყოფილ ხარ როდის? მკითხავთან არასოდეს. ჯაჯანიძესთან კი. გადაცემაში? კი არა ისე. მეგობრო. ბიჭო, მოფას გავიცი. შენ ანახი გაქი ის მეგონა დავარია. არა, ჯაჯანიძე ის რა ქვია ის ასე, მაგრამ ჯაჯანიძე ნანახი. ჯაჯანიძესთან მე და შენ იცი როდის ვიყავით? როდის? ვიყავით? იმეჯში ვიყავით ახლა რა, ერთხელ საქართველოს პერიოდზე და რა ხდება ახლა ნახე. მე ხო სუატრაკებ ხოლმე რომ ერთ-ერთი განგსტა რეპერი არის მე ვთქვი გია სურამელაშვილი რა. იმიტომ რომ ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს მეთქი, მაგას სულ ვიტყვი რა. იმიტომ რომ ოქროები დადის, დაცვი დადის, ხულიგანია, სვავს, TikTok-ზე გვერდება, როგორც განგსტერები ლაივში ერთმანეთს ერთვებიან ხოლმე. მაგრამ ერთხელ ვიყავი ბიჭო ძალიან სიგიჟე გადაცემა იყო ჯაჯანიძის. გითხრა ეხა. გითხრა შეჩემი. ჯაჯანიძესთან არის შოუ. რა? მე მაპატირო რაღაცებს ვერ ვიცი. განგსტერ რეპერი რა არის? გეტყვი, გინდა აგიხსნა რატო? შიხვარა. აგიხსნი ეხლა. რა უნდა ამიხსნა? შენ უნდა ამიხსნა ბიჭო. შენი საქციელი კუ. ნახე, აგიხსნა? მაყუთი აქვს? მაყუთი აქვს? აქ. სუოქროებში დადის? კი. მაგრა სვავს? კი. ჩხუბობს? სუატრაკებს შეჩემა, სულ სადაც მიდის. როგორ ეგ ცალკე საკითხი. ხო. ერთი ქართველი რეპერი მითხარ ვისაც მაყუთი აქვს შეჩემა. შენ გიას რეპი არ გაქვს მოსმენილი ბიჭო? გიასები არა. მავანთან ერთად რო აქვს ჩაწერილი? ბესელი აი ეგეც უნდა დავარიაქტოთ მომავალში ყველა პონჩი. რა სიძახით მავა? ეხა გითხრა, ნუ რატო არ რეპერი ეგ კიდე ცალკე. არა ეგ. მე შეჩემა იმას კი არ გეუბნები რომ მართლა განგსტერ რეპერია მეთქი. მე იმას ვიძახი რომ ანუ მაგას როგორ იარაღე? რეპერები ჩვენთან მაგის იარაღები ფული არა აქვს შეჩემა. ფული არა. კი, ოქროსია ყველა. ყველა ოქროსია. საპლი არა, მომისინე. საპლის ბუშტებს სხვა პონჩია რა. სამწუხაროდ ისეთი სიტუაცია საქართველოში რომ ანუ არა აქვს რეპერებს მაყუთი. და თუ რა ანუ რეპი რო გამორიცხო. რატო უნდა კონდეთ მაყუთი? უნდა კონდეთ შეჩემა რა უნდა კონდეთ თელსოფლიოში ფული აქვს რა ჩვენ არ უნდა კონდეთ. კაროჩე რო გითხრა რა ანუ მაგ პონჩი ვადარებ. რეპი რო გამორიცხო დანარჩენით მეთქი ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს მეთქი მაგას გიხსნი რა. ეხლა რაც შეეხება ჯაჯანიძესთან რა მოხდა. კაროჩე იმედში ვარ ერთხელ საქართველოს გადაღება და გადავედი იქით რა რაღაც. არ მახსოვს ვიცი? კი, პროექტი იწერება. ჯაჯანიძეს დაწყებული აქვს დაახლოებით 1 წლის პროექტი. გამოვიხდა. გაიხადე შეჩემა. მე გაიხადე. ხოდა? ხოდა. შევა, კიკო. ბიჭო, გადავდივარ ეხა რა იქით რა, ანუ ჩაწერა, ანუ ჩემ საქმეზე ავდივარ იმედში და კარგი იქით პირველ სართულზე პავილიონი ხო ქვემოთ იყო რა და ეხა რა ხდება? მეთქი ბიჭო, გამოტანილია მთელი, აი რა დიდი დახლებია, ესეთი ორი უზარმაზარი დახლია. აქედან, იქიდან და ჯაჯანიძე დადის თავის ჩინური ხალათით და რაღაცებს იქ დირექტივებს იძლევა რომ ეს გააკეთეთ, ის გააკეთეთ. მეთქი რა ხდება? კაროჩე ეხა რა აქ ტონა ოქრო აქეთ, თავისი ბრილიანტები და ლალით შერაც ახსენე, ბევრი რაღაცა და იქით ცალკეა კიდე რა და რა ხდება მეთქი და გია ჯაჯანიძე და სურამელაშვილი ეჯიბრებიან ერთმანეთსო, ვის უფრო მეტი სამკაული აქვს. დედას ვიცავარ, ძმაო სტუდია იყო, რავი, 90 კვადრატული იყო და აი გადავსებული იყო, ეხა ხო ხვდები, რომელს ენდომებოდა მაგაში დამარცხება. და იცი რამდენი ჯაჯოს ოქრო და მაკენას ოქრო. რა სიძახით. ჯაჯოს ოქრო. რიმეიკი უნდა გავაკეთოთ. ჯაჯოს ოქრო. ჯაჯოს ოქრო. შენის ნანა. სურამელას ოქრო.
შენის დანახი გა მაკენასო გრიგორი პეკისო ჯაჯანიძე რუადის რაღაც ოჯახში და პარანორმალური მოვლენებს გოგო გლიჯავს აუ ეგ არის ჩემი აზრით ეპოქალური ვიდეო ძალიან მაგარი ბავშვია შედევრი ვიდეოა ძალიან მაგარი ბავშვია იქნებო კამერები დავაყენო თუ აქო რა და რაღაცა და არაო წავაო მაინც ახლა მალე მიდისო რა და მამამის რო უწყაპუნებდა ხო ძალიან ცუდი ბავშვია ხო ან მაგ ვიდეოს მე მომავალში ვნახავთ ალბათ რა ვიცი ან დავარეკტინო და ესე ახლა მოყოლით ვერ გავიხსენებ მაგრამ ან თემა იყო ის რომ ბავშვი მაიმუნობდა მშობლებთან და ტკბილეულები რომ მიეღო ატყუებდა რომ ვიღაცა სულია რომელიც მოდის და მასმი აქვს ეს ტკბილეულები ეგ არ ხდებოდა მომავალში ვნახავთ დენდის ხომარობდი ხოლმე ვის დენდის ისე მithqet დენდის ხომა რა დროიდან არა ტიპი რა დროიდან მოდის დენდის ხომარობდი სედას ტკნავდი აი დენდი სედა ვინ აი ეს პლეხაროზე იყო პუტა აი აღარ გააგზავნე ხო არ გინდა ვინც ხარ ხო ნუ მოკლედ დენდი მქონიან დენდი ეხაც მარიოს ეხა PlayStation 4 მაქვს დენდი მაგარია მე არ გამომიყენებიან ჩემო ცოლმა უყიდა თავის ძმებს მე მაგარია რა იცი 150 ლარი პატარა ხო რა აუ მაგრა ასწორებს და გამოშტერდი ბიჭო მე ვარც მეგონა თუ არსებობდა 150 ლარი დაითრია ორივე ძმა საჩუქა თავის ისინი კასეტები რო ხო მაგრა ასწორებს მე მაგრა მევასება რა ძველი თამაშები და სადუნახე იცი 1-3 წლის წინ ვიყავი რაღაცა კაფეში რა და ცოტა რეტრო სტილში ქონდათ გაკეთებული და მონიტორი იყო იქ და დენდი იტო რა და დენდის თამაშობდი სხვადასხვა შორის ეხა 4-ზე მაქვს მე ვიყიდე და შვენიერი თამაში აუ მაგარი თამაშებია ისე წამიყო ერთი პერიოდი ეხლა არ ვთამაშობ მაგრამ რაღაც რომელი თამაშები გეუბნებოდა ისე ზოგადად Uncharted-ი ვითამაშე ძალიან კარგია Last of Us-ი ძალიან კარგი ბევრი თამაშები ესე ვერ ვიტყვი რა ხო და მე ერთი აქ ვითამაშე აი აქ ვითამაშე ბიჭებმა აქ არის PlayStation-ი Tekken-ი და მე ვარ Mario-ც მევასება ესეთი თამაშები ხო უცბად გასართობები კაი არა მარიოში ვიღაცამ რეკორდი დაამყარა მე მგონი აი ძალიან ცოტა დროში დაამთავრა თამაში და ანუ რაღაც 3 წუთში თუ 4 წუთში დაამთავრა თუ რაღაცა რეკორდი მოსულა დაჟე მარიოს ულვაშიც არა მოსულია ხო ეს ახალგაზრდა მარიო იყო ძმას რა ერქვა გახსოვს ლუიჯი ვა მე არ თამაშობ ხოლმე ეგენი ხო ისენი არიან რა წყალგაყვანილობაში არ მუშაობენ ეგენი კი იდეაში ანუ ეს იყო პროფესია ვადაპრავოჩიკები შენს მოიტანა ეკაცია ესენი ვადაპრავოჩიკები არიან რა ჩვეულები კანალიზაციაში მუშაობენ რა ეს მარიო და კანალიზაციის ტიპები არიან იქ საიდან დაასკვენ ზომს გაფიცი მრო არის სოკო და გვაფში გასული ტიპია სოკოებს ჭავს და რაღაცა მუხამოებს ვერ არის კარგად რა აი მე ჯერ ნახე რა როჟა აი ვერ არის კარგად რა კლუჩით დარბის სადღაც რაღაცა უჩხულები ეჩვენება იქ ვიღაცა გაუღიმარი რაღაც პრინცესა რა აგურე სოკოს ჭამს მე იზრდება პატარა ვერ ნახე ხო და აი ამაზე ის გამახსენდა ვადაპრავოჯი ისი ეგა სეროჯა რო თავიშვით წაიყვანს სამუშაო და ვადაპრავოჩიკია რა სეროჯა და ჩახტება ლუქში რა ამ რაღაცა გაი კანალიზაციაში გაია ფეკალიებში ცხნერშია ყველა და ჩახტება და ამოხტება და სუძღნერიანი და შენა რუბიკ ფრამეტიანი მომაწოდე და მე ასე კლუჩს მიაწოდე ჩახტება ამოხტება და სიმნაციტი დაეტენი გაძიცე მე 17 რა მიაწოდე კიდე ჩახტება მზღნში ამოხტება რაზბადნოი მოიტა და კლაპანი დაამაგრო ქენი გააკეთე ხტება და ამოვა და გამოიწ თვალები გავერცხნერი რაღაცა თვალი გადა აი ეს წალა თორე სუეგრე მიმწოდებელი იქნება ეგენი არიან ეს აი 20 ის ვარენ სომხური ვარენ ისრომე და დაწინაურდებიო სომხი ეს რა არის ვაფშე თურმე ნახე რა არის აი ეს unboxing-ის ვარიანტი დაიწყო ნახე რა ვგნახე აიპოვე ბარათის ამოსაღები ვოთ ხო unboxing-ი გვექნება ხომ ეს კიდევ ერთხელ ანუ დღეს unboxing-ი მაინტერესებს დღეს მოკლედ პატარა გახურების პონტი უფრო ქონდა რა იმიტომ რომ გვინდოდა რომ შემოსულიყავით რაღაცნაირად აგვეხსნა თქვენთვის რას ვაპირებთ კიდევ ერთხელ ანუ ეხა ბოლოსკენ მივდივართ უკვე და ამიტომ მინდა რომ კარგად გავაგებინო კიდე ადამიანებს ვინც ეხა შემოგვიერთდით ერთხელ საქართველოზე ვისაუბრეთ და იქნება ალბათ რა ვიცი ნახოთ რა ხო არა ნახოთ რა რაღაც სკეჩების სპონსორს ფიქრობთ აი ის არ მოგიყევი თავიდან რომ მოხვედი და კაროჩი რომ კითხე რა რაღაცა აქცალია დაიწყებ რაღაც პროექტი იწყება შალვა რამიშვილი იწყებს იმედზე რაღაცა და
მოკლედ რა ესე მოაყურებელსაც მოუყვები რომ ესეთი ამბავი მოკლედ ილო მოდის ჩემთან მეუბნება ესეთი პროექტია რაღაცა აქეთ-იქით ნუ სახში ვთქვი რომ ისიც მახსოვს სადვიჯექით ყავოს სვავდით ჭავჭავაძეზე ხო და ხო და რაღაცა სახში მოუყევი რომ მოკლედ ეგეთი ამბავია რაღაც გადაცემა პროექტი იწყება რაღაც როლი აქეთ-იქით და ჯერ არ ვიცი რა თანხაზე ვარ მოლაპარაკებული და თან უმუშევარი ვარ იმ პერიოდში წამოსული ვარ პირველი არხი და რაღაც 1-6 თვე თუ 4 თვე და დედაჩემმა გაიგო ეს ამბავი რომ უნდა დავიწყო მუშაობა და მეორე დღეს თან დედაჩემს კიბო ქონდა და მკერდი მოყვეთეს რა მოაჭრეს და მირეკავს მეორე დღეს რომ დედიკო იცი რა ამას ეხება წესიერი ადამიანები მაინც დედა ვარო და არ უნდა გეუბნებიდო არ უნდა გიკითხებოდეო მე შენო რა და მიახლოებითო მაინც რა ხ ვალი დაგიგრო და რამდენი გექნებაო ხელფასიო და არ ვიცი ეხა მაგრამ დედა ხო უნდა გაახარო რა და არ ვიცი დედა მე ტელეფონში მეთქი სადღაც ალბათ მიახლოებით 4000 მეთქი მოგიკტეს დედა შენი ჰა ორი ძუძუ რომ მქონდა 8 ხო გექნებოდა ორი ამბავია. ანუ ერთი ძუძუთი დალოცვილი 4-ია და 2 ისე იქნება 8. 2-ით რო დალოცა. იქნება 8. ხო, მოკლედ, ნახეთ, ესე იგი, კიდევ ერთხელ რო უბრალოდ ადამიანებს უთხრათ, სანამ დავიშლებით. მოკლედ, პირველ რიგში გამისწორდა რომ ერთად ვიწყებთ. და ამდენი ხნის მერე ისე ვნახე და არა მარტო იმიტომ რომ აქვს წერტ, არამედ იმიტომ რომ ხშირად მოგიწევს ურთიერთობა და კარგია რა, მართლა კარგი. გუშინაც ვიბაზრეთ ჩვენ ახლა ღამე გახსოვს. ამე ხო PvP-ს და Battle Rap-ს რო ვერ მიუსწარით და მე გარეთ გამოვედით და ყავოს სვავდით. იქ ბევრ ამაზე ვილაპარაკეთ. ნაწილობრივ რაღაცა თემებს გზადაგზა შევეხებით ხოლმე. კიდევ ერთხელ ანუ თქვენ კომენტარებს და ჩართულობა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ო მოგწერეთ რა. ანუ ჩვენ მაქედან მე მოტივაციაც მეტი გვაქვს თქვენი კომენტარების პონჩიც ეხა რო კითხულობდით შენი პოდკასტის სტუმრობის პონჩი ბევრი პოზიტივი წამოვიდა ეხა იცით ხო ეგ რომ სხვანაირად გიხარია თუმცა ეგ იმას არ ნიშნავს რომ თუ რამე არ მოგეწონება თუ რამე არ გაგისწორდება თუ რაღაცა გეუხეშებათ ყველაფერი გითხარით ხოლმე აი როგორც გადაცემა არის რაღაცა ფილტრის გარეშე ლამის ისევე გვინდა რომ თქვენს მართლა ბრუტალურად გულწრფელები იყოთ რა და თქვენას ძალიან გავითვალისწინებთ იმიტომ რომ ისევ თქვენ პონჩი კეთდება ეს ყველაფერი რა და თუ საინტერესო იქნება კრიტიკაც ახლა პირად შევარწმუნებთ და მე არ ვიძახი მაგრამ აი ესეთი კონსტრუქციული კრიტიკა თუ იქნება ყოველთვის მივიღეთ ის ტიპები არა ვართ ახლა რა ჩვენ თავზე რამდენს გადავთ ხოლმე და ახლა რა პრობლემაა რომ თქვენც რამე გითხრათ ან გვეღადავთ და კიდევ ერთხელ უბრალოდ რომ დაშლის წინ მინდა და მეთქვა ესე იგი ჩვენ აუცილებლად დავარეაქტებთ ხოლმე ვირუსულ ვიდეოებს ჩვენ შერჩეულსაც და თქვენ გამოგზავნილსაც მომავალში თემატიკის მიხედვით შეიძლება გითხრათ რომ აი ჩაწერეთ ვიდეო გამოუშვით ეგეც გაგისწორდება კარგი ჯილდოები გვექნება თვითონ ეგ აუცილებლად კი აუცილებელი ატრიბუტი და არ ქვით საჩუქარი სიურპრიზი თუ პრიზი ჩვენგან საჩუქრები გექნება ბოლო-ბოლო სამახსოვროდ და რა ვიცი შეიძლება სამახსოვრო არ იყოს შეიძლება ეს იყოს სასმელი დალიო და აღარ გახსოვდეს ხო ნახოთ ვაფშე აღარაფერი და საერთოდ აი ვაფშე ხო და გასვლითი თემებიც გვექნება ხოლმე სტუდიასთან დაკავშირებით რა გითხრათ ანუ სტუდიაზე მე ძალიან მომწონს ეს სტუდია მაგრამ ერთი ამბავია უბრალოდ რომ რას გიჩვევა თვითონ ანტურაში რა ანტურაში წარმოუდგენი ვართ მე არ ვიცი რა ბიჭო იცი როგორი მომენტია ანუ თვითონ სტუდია კარგია მაგრამ იქიდან გამომდინარე რომ ანუ პოდკასტის აკიწერება ამასაც აქვს ერთ და არის კიდე სხვა პროდუქტები რომელიც აქ არის ჩვენ ვფიქრობთ რომ ანუ ეს სტუდია ძალიან კარგია მაგრამ გვაქვს კიდე ერთი სტუდიის ვარიანტი და მომავალში მოკლედ იმის თქმა მინდა რომ აქ ვიქნებით თუ სხვაგან ვიქნებით თავარი მაინც სხვა რამეა რა თქმა უნდა მაგრამ მაგასაც აქვს რაღაც პონჩი მნიშვნელობა და მაგასაც გითხარი თქვენი აზრი იმიტომ რომ ვინც ახლა გვიყურებთ მე მგონია რომ 70%-ს წინა სტუდიას ნანახი გექნებათ როდესაც პოდკასტი თვალი ჭამდა თვალი სვავსო აჰა და აქედან გამომდინარე ბევრ რაღაცას ვიზავთ რა ვიცი აი მოკლედ გზადაგზა აუცილებლად დაგაწევთ რაღაცეებს და რა ვიცი აბა მე მგონია რომ მე ვფიქრობთ იმასაც რომ ლაივში სხვა გავიდეთ მაგაზეც კიდევ ერთხელ გეკითხოთ თქვენი აზრი გითხრათ და რა ვიცი ხო მაგრამ იქ უკვე ერთი ტიპაჟი ვიღაცა დაგუჭირდება იმიტომ რომ რა ვიცი ნახოთ ყველაფერი ჩემი აზრით დრო და ხალხისგან წამოსული აზრები და ემოციები უფრო ნათლად აგვანახებს იმას თუ რა გვინდა ლაივი გვინდა თუ ჩანაწერი გვინდა თუ რა გვინდა თქვენ რა გინდა ხო რა ანუ ყველას ერთად რას მოვიხდეთ თქვენ რას მოვიხდეთ და ჩვენ რა თქმა უნდა ბევრ რაღაცა საინტერესო თემებსაც გავხსნით თქვენთვის საინტერესო ბევრ სისულელებსაც ვიტყვით სასაცილოებს და მე ეს სასაცილო ღიმილი ყოველთვის კარგი თერაპიაა ვინც ყველა მეთანხმება და ამის გამო
აქ ვართ შეკრებილები და ბევრი თქვენი ხო მე მინდა კიდე იცი რა გაითვალისწინოთ არ კონდეს მნიშვნელობა მათ გამოგზავნილი თავიანთ ვიდეოებს ეს სასაცილო იქნება სტენდაპი იქნება რაღაცა შეიძლება საინტერესო იყოს შეიძლება უჩვეულო იყოს შეიძლება რაღაცა რა ვიცი ხო აი მაგალითისთვის ვამბობ რა ვიღაცას ეოსება ექსტრემ სპორტი ხო თქვათ რა და აი რა ვიცი ან თხილამურებზე დგას მაგრამ პარაპლანი ევასება რაღაცა ევასება თვითონ რა შეუძლია თავისებს გადაუღოს და ჩვენ რაღაცა ჩვენას ვიტყვით ავარიექტ თქვენ ასტორი საინტერესო ვიდეოს განხილვა და რაღაცნაირად ბრეიქდაუნი იქნება თუ გაშლა არ არის მე ეს ჩემი აზრია უბრალოდ ილოს არ შევუთხები არ არის გამორიცხული თვითონ ის ტიპიც საუკეთესო გამარი კვარტალში იქნება თვეში მოვიწვიოთ სტუმრად რა ხო ეგეც ზანდა კი ბატონო ახალ საუკეთესო ანუ იმ თვის გმირ ტიპს მოვიწვევთ და რა ტიპაჟია გავიცნობ ჩვენც გავიცნობ თქვენც გაგაცნობ კი და ისედაც რა ანუ ხო გეუნებით რაღაცნაირად გვინდა რომ მაქსიმალური ინტერაქცია გქონდეს და ეგ მარტო ვირტუალური თუ არ იქნება და აქაც მოხოთ ხოლმე ეგეც ძალიან გაგვიხარდება ასე რომ და კიდე იცი რას ვფიქრობ რომ მარტო ისეთი სტუმრები კი რო ყავდეს რომლებიც შეიძლება ან ცნობადები არიან YouTube იქნება ტელევიზია ანუ აი ესე რა ვიცი შეიძლება ძალიან საინტერესო ადამიანია და არ არის რა და არ იცნობენ ფართო იმისთვის რა ცნობილი და მოვა და რაღაც გავიცნობთ ერთად დავილაპარაკებთ მოკლედ აი გეგმები გვაქვს ზადაგზა კიდე დაგაწევთ ამ ეტაპზე კიდე მე მგონი ახლა დღეს რავი საკმარისია დავასრულოთ და ხო ყველაფერი დაველოდებით თქვენ რეაქციებს სახელწოდება მოიფიქრეთ ხო თქვენი ვერსიები სლოგანი მე მგონი მოგეწონათ და არ ვიცი მოგეწონათ თუ არ ამბასადორი მე მომწონს ამბასადორია რაღაცა ესეთია კარგია კი ილო და ვაკაჭი რა ილო და ვაკაჭი და დარჩეთ თუ კიდე ილო და ვაკაჭი მაგრამ უბრალოდ სისხარტის პონჩი რაღაცა ბიჭო დიზაინერი რა სიძახის იცი რომ ანუ მე ხო კობოის ფორმაში ვარ და შენ ინდიელის ფორმაში რა და ხო და რა ვიცი რა ანუ ალე შევხვდებით ისევ დაგიბრუნდებით ასე რომ პირველი ეპიზოდი მხოლოდ ანონსი იყო პრინციპში და რაღაცნაირად ჩვენი ისტორიების გახსენება და იმის აღნიშვნა რომ გვიხარია რომ ერთად რაღაცას ვიწყებთ და დანარჩენს დრო გამოაჩენს რა ასე რომ გვიყვარხართ გემშვიდობებით ამ ეტაპზე და ნახვამდის კარგად გზანდებოდეთ